მოგესალმებით ბათუმელობის პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. სწორედ ამ სასამართლოში უნდა დაიწყოს უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების მორიგი სარჩელის განხილვა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ქართული ოცნება ეს პოლიტიკური ძალა აპირებს საქართველოში რომ გააქროს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ ოცნებას და თუ ამ სარჩელს ძალიან მარტივად დააკმაყოფილებენ მოსამართლეები, რომლებიც მუშაობენ სწორედ აი ამ შენობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ გვექნება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა, ერთპარტიული სისტემა, ჩვენ ისევ გავხდებით ერთპარტიული სახელმწიფო, როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდში. რა ხდება რეალურად, რას აპირებს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება და როგორია პოლიტიკოსების მოლოდინები იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე ღიად საუბრობს ქართული ოცნება, გუშინაც ილაპარაკა ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აი ამ სარჩელის შესახებ, რომელიც დღე-დღეზე მალე შემოვა სასამართლოში. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაახლოებით 10 პარტიის აკრძალვას აანონსებს. მე შემიძლია წაგიკითხოთ აქვე ციტატა. სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით, ზუსტი სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, როცა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია ვნახოთ. მცირე პარტიების ჩართვით განაცხადა ოცნების არალეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ 15 ოქტომბერს. მე მინდა გავისაუბრო თემურ გორგაძეს პარტია გირჩი მეტი თავისუფლება, ის ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და გავიგოთ მისი მოლოდინები როგორია და საერთოდ რა ეტაპზე გადადის ახლა ქართული ოცნების ბრძოლა დემოკრატიასთან საქართველოში. ჩვენ ხედავთ ძალიან აქტიური ფორმებით, როგორ ებრძვის ქართული ოცნება მიტაცებული ძალაუფლებით ხელში დემოკრატიას ამ ქვეყანაში, დემოკრატიულ ინსტიტუციებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, რომელიც აუცილებელი კომპონენტია ამისათვის, რომ ჩვენ დემოკრატია გქონდეს ქვეყანაში. რასთან გვაქვს საქმე, რა ეტაპზე გადადის ახლა ქართული ოცნება, თქვენ რას გვეტყვით თემური? არის ხოლმე ხშირად, რომ მოგესალმებით მოსამართლეებს, არის ხოლმე ხშირად, რომ ცდილობა გაიგო კოცის ლოგიკა თავის აწყობილ ლოგიკაში, მაგათ ხო ძირითადად ორი მიზანი აქვს, ერთი რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება და ნაწილს ქართული ოცნების წევრებს რაღაცა ამ ძალაუფლებასთან ახლოს აკეთონ თუ ბევრი რაღაცა გადაწყვეტილებები, როდესაც ამ წერტილიდან ამოდიხარ, გესმის ხოლმე რატო აკეთებენ, მაგრამ არის რაღაცა გადაწყვეტილებები, რომელსაც შინაარსი არ აქვს, მათი გადმოსახედიდანაც კი და აი აქ ხშირად არის ხოლმე რუსულ კანონზე მქონდა ეგეთი განცდა, რომ ხელთ არაფრად საჭირო არ იყო და რაღაც პერიოდის მერე თითქმის დავწმუნდი, რომ რაღაცები არის მათი კი არ იღებულობენ ამ გადაწყვეტილებას, აი თითქმის დარწმუნებული ვარ ეხლაც, რომ ვიღაცები რუსები, პასპორტით რუსები, მოქალაქეობრივად რუსები, რუსეთიდან გამოგზავნილი ხალხი რაღაც დაწესებულებებში ზის და ამ გადაწყვეტილებებს ისინი აღებულობენ ამათ. კრემლის თავალებაა ასე და მე მგონია, რომ ეს ნაწილია. აკრა იმიტომ რომ როდესაც ხარ, მოდი ეს შევხედოთ, როდესაც ხარ კობახიძე და გინდა რომ იყო ხელისუფლებაში ბევრი ხანი. საერთოდ არავის აკრძალვა, იმიტომ რომ ისედაც აკრძალულია, იმიტომ რომ პოლიტიკურად წარმატებას რომ მიაღწიოს ადამიანმა, როგორც მინიმუმ ჭირდება ორი რამ, ერთი რესურსი არ შედის მარტო ფინანსური, მათ შორის ფინანსური რესურსი, მაგრამ მედია რესურსი, ადამიანური რესურსი, ეს ჭირდება და დღეს საქართველოში ეს არ აქვს არავის და ვერასოდეს ვერ ექნება ამ თავის პირობებში. შეიძლება ვსად ნულია იმის. ისედაც არ არის იმის რესურსი, რომ პოლიტიკური პარტია იყოს ძლიერი ოპოზიცია. ხო თქვენ ამას ამბობთ. მეორეც, როდესაც შენს ხელშია ყველაფერი რაც გინდა, როგორც გინდა ისე წერ, რა ვიცი, პირიქით გირჩევნია რაღაც შემთხვევაში, რომ ბევრი პარტიები იყო და მე რაღაცა ხაზარაძეს რაც დამართა და გახარიას რაც დამართა, ხო დაარქვა ხაზარაძე და გახარია მათ. როცა მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და ამით მე თქვა, რომ აი ოპოზიცია მონაწილეობდა არჩევნებში, ხო? მეორე ხო შენ ხელშია ეგ ამბავი და რა ვიცი, რაღაც ამათ შეიყვანა არჩევნებში და დაწერა იმას რაც გინდა. რაში ჭირდება ამას, თქვა ქართული ოცნებას ან თუნდაც კრემლი ახსენებთ, ან რუსეთი თქვენ ხო და დავალება, რატომ სჭირდებათ მათ ამ ერთპარტიულობის ჩვენება, თქვენ რას ფიქრობთ? რუსეთში ბოლო პერიოდში რაც ბევრი არ მისერჩია, მაგრამ 53 პარტია აკრძალვა რუსეთში, მათ შორის ბოლო 2022 წელს სწორად მახსოვს. რუსეთის შემთხვევაში აი რა ჩინეთის დარეგისტრირებაც კი აკრძალული ყოფილა სხვა ნებისმიერი პარტიის, ირანშიც ეგრე ყოფილა სამხატვრო. მაგითო ჭირდება რომ რუსეთს აქ არა აქვს რაღაცა
10 წლიანი, 5 წლიანი, 1 წლიანი გეგმა. აქ არის გრძელვადიანი გეგმა და გრძელვადიანი პროგნოზისთვის საჭიროა რომ აქ ყველაფერი მოკდეს, ანუ არის ან დიქტატორისთვის იყოს სტაბილური გარემო, ასე ა 50 წლიანი თუნდაც აი არ არსებობდეს შენ და ვეღარ თქვა ის რაც ამბობ, არ არსებობდეს არაფერი საერთოდ და ამას წინა სადღაც შემთხვევით გუსტები ჯობახის მემოდის თავიებზე იყო მას და მე ნიშნა იგივე გამოთქვა რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ლაპარაკობდა და ითქვა რომ აი ჩვენ სრულად სიტუაციის კონტროლის ქვეშ ვართ. ანუ არაფერი არ გაგვეპარებაო, არ დაუშვებთ იმას რომ რაიმე გაგვეპაროს. ანუ მაგას აპირებენ რომ რუსები მაინც ეჭვობენ რომ აქ რაღაცა რამე არ მოხდეს, შემთხვევით რამე არ გაგვეპაროს, რაც იქნება ვინმე რაღაცა ციდან არ ჩამოყალოს რესურსი ანქეში არ მოხდეს, ან მართლა ან რაღაც მობილიზება და რაღაც შეკავშირება არ მოხდეს რეალურად არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ხო? ამიტომაც ჩათვალეს რომ რაღაცა ისე უნდა მოსპო ყველაფერი, რომ აი ტექნიკურადაც კი არ არსებობს არანაირი შანსი, რომ ხალხმა რომ გაბრაზდეს და რაღაცა რა ვიცი მე მთელი საქართველოს ადგეს გამომიდეს ფეხზე, ტექნიკურადაც არ არსებობს ფურცელზეც კი არაფერი, რომ აი რაღაცა შეიძლება რამე მოხდეს. ეს არის იგივე რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, თუ რაღაც სხვა არის კიდე. აი რაღაცა ნაზავს უფრო გავს საბჭოთა კავშირისას, იმიტომ რომ რუსეთის შემთხვევაში რუსეთი ხო მოდი ასე ვთქვათ, რომ არ არის საბჭოთა კავშირი, რაღაც ვიღაცები იქაც არიან ოპოზიციონერები, ოღონდ რუსეთის შემთხვევაში ესე უყურებს პუტინი ამას, რომ თუ ეს საფრთხე არ არის და იყოს მე არაფერს არ ნიშნის, ანუ ვილაპარაკოს რამდენიც უნდა. ჩვენ შემთხვევაში რატომაც მე როგორც უყურებ, ასე არ უყურებ, ანუ თუ ეს საფრთხე არ არის იარსებოს, რა ვიცი, ახლა გირჩი მე თავისუფლად მაგათთვის ელექტორალურად ვერასდროს ვერ იქნება საფრთხე, ჩვენ არ ვქონია რაღაცა რავია 7-8%-ზე მეტი მხარდაჭერა არასოდეს და რაღაც სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მაგრამ ზუსტად უცხო ჩვენ გვძალავენ, იმიტომ რომ ლაიქი და ხალხი გაგიზდა და რაღაცა რა ვიცი მე ამათ ვაი, შეიძლება უცებო ინდომეს რომ აი თქვა გირჩს დაუჭირონ მხარი, ან შეკავშირდეს ეს გირჩი სხვა პოლიტიკურ მოახერხონ ერთობა, რასაც ვერ ახერხებენ ამ დრომდე და გახდეს სერიოზული ალტერნატივა, ხო, ასე დაინახოს საზოგადოება. სომხეთში, აი სომხეთს დიდი ხანი არ კონტროლებდა და უცბად გამოჩნდა პაშინიანი და უცბად დაამხო თავზე ყველაფერი და უცბად რაღაცა სომხეთმა მოინდომა ევროკავშირში გაწევრიანება და რაღაცა დაიწყო დასავლეთ. ანუ იმის დაზღვევას აკეთებს ახლა ქართული ოცნება ან კრემლი საქართველოში რაც მოხდა ხო სომხეთში, ხო? ტექნიკურადაც ხო შეუძლებელი იქნება თუ ესე გაგრძელდა, მაგრამ მე არ მჯერა რომ ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ სადღაც მეცინებოდა ხოლმე, ანუ გირჩი მე თავისუფლების ფურცელზე მე მგონი წევრი არც ვარ. სადღაც ხო რაღაცა მანდატებს ვანაცვლებენ და რაღაცებს. მე მგონი მაგის წევრი არც ვარ. მე მგონი I36 გირჩი იყო, მე მგონი იმის წევრი. ანუ ეს ხო ფურცლით არ ხდება ეს ამბავი, რა ვიცი, ანუ შეიძლება მე ვერ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ რა ვიცი, აი მამინდა ჩემის ბებია და ვარეგისტრო სიაში და რა ვიცი, ყველა მიცოდეს რომ მამინდა ჩემის ბებია, იმიტომ არის დარეგისტრირებული, რომ მე ვარ და ოდესაც მოვიგებ არჩევნებს, თუ ხალხი მართლა ეგრეა რომ მე მიჭერს ხალხს, მე მამინდა ჩემის ბებია შევაცლებინო ის კანონი, ანუ ეს ხო იდიოტობაა, ანუ პარტია ხო არ არის ფურცელზე დარეგისტრირებული რაღაცა. ძალიან ისეთი წარმოდგენა მგონია მე ჩვენ. ანუ გადარჩებით თქვენ როგორც პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები ამ პროცესში თუ კი მათ შორის ფურცელზე აიგრძალება, სასამართლოზე გადაწყვეტილებით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის თქვენი პოლიტიკური ძალა. იცი რა, ჩვენ ასე თუ ისე მე მგონია რომ ყველაზე მარტივად გადავშევთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია არასდროს ფული, ანუ ჩვენ არ ყოფილვართ გირჩი მე თავისუფლად არ ყოფილი რაღაცა რესურსული პარტია, ჩვენ ჩვენი ცხოვრება რაღაცა ვიყავით რა ქვია, მოხალისეობრივი პარტია ალბათ და თუ დააკვირდებით და აქციაზეც რაღაცა ჩვენ ისე არ დავუდგათ, აი ავტობუსი ვიყვანეს რაღაც, მაგრამ ეს არ იქნება ალბათ ხო რა თქმა უნდა ისეთი დიდი და ძლიერი ამბავი, რაც შეიძლება იყოს აი მეინსტრიმ პარტიები. გადარჩენა არ გადარჩენა დამოკიდებულია სიმართლეობით და ქართველ ხალხს თუ ხალხი გადაწყვეტს რომ იცი რა აღარ უნდა საბჭოთა კავშირში და ერთ დღეს გამოფხიზლდება, ყველაფერი არის შესაძლებელი. მათ შორის ამას ისევაც ვთქვი რომ ანუ იმედმა რაღაც თემა მოიგონა, მე ლაიქები იყიდა, ის ლაიქი ანუ ქმნიან რეალობას, რომელიც არის რაღაც გამრუდებული, არასწორი და მაგით ცდილობენ რომ ადამიანები მოატყუონ. რთულია, ბუნებრივია, იმიტომ რომ შენ აქედან რაღაცა ურესურსო, მათ შორის უოფისო, მათ შორის რაღაცა ნებისმიერ ადგილას ზურაყობოდა ხოლმე
ციხეში შესვლამდე რომ ანუ რაღაცა მე ჩავდივარ სიტყვაზე მარნეულში და რაღაცა ველაპარაკები ადამიანებს მაკროეკონომიკურ რაღაცეებზე ისე ასე არის და ჩამოდის ქართული ოცნების ერთი რომელიღაცა ტროლი და ამბობს აი ეს სომეხი მორჩა დამთავრდა ყველაფერი ანუ რა სომეხია და всё ანუ აღარ მუშაობს არაფერი მორჩა ანუ ადამიანებს რაღაცა ეგეთი რაღაცები დაიჭირა მაგალითად მე სადაც დავიბადე ნუ ესეც ჰიბრიდული ომის რაღაც ერთგვარი გაგრძელებაა და ერთ-ერთი ფორმაა ხო ყველა მიცის რომ მე აღსარებლობით მისვლა და არც ალკოჰოლს ამბივით არც ნარკოტიკს ვეწევი ყველა მიცის ანუ ბავშვი და მაგრამ ჩემს სოფელს რაღაც ნახევარს დააჯერეს რომ მე ვარ ნარკომანი და რავი ყველა სოფელში ასლაზე ყველა მეკითხება რომ აი მართლა ნარკომანი გახდი რავი 30 წელი ამ სოფელში ცხოვრობდი არ მოგიწევია და ეხლა დაიწყე მოწევა ანუ ესე მუშაობს პროპაგანდა რომ იქ ვიღაცას უთხრა რომ თემურა გახდა პლანეტებში და ამის ჯერა რთულია რა რამდენ ადამიანთან შეიძლება შეგექმნას კონტაქტი და ყველას აუხსნა რომ იცი და არა ვარ ნარკომანი მაგრამ ხო მოხერხებადი არის იმ შემთხვევაში თუ ადამიანები ჩვენ ის ამ ქვეყანაში ცხოვრობთ ერთმანეთს სამუდამოდ გადავწყვეტთ რომ მინიმალური სტანდარტი ეს აღარ გინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება იმიტომ რომ რაღაც თაობას შეიძლება საბჭოთა კავშირში არ ვიცხოვრია მე ძალიან ცოტა ვიცხოვრე მაგრამ ვიღაცებს ახსოვს როგორი არის საბჭოთა კავშირი და არ იყო კარგი ამბავი ეგ და ჩვენ შემთხვევაში რაღაც გამოვედით მგონია მაქედან ანუ რაღაცა თაობები ჩემი თაობის შემდეგ თაობები ჯენზის ასწრაფიან აი იმათ ისე გაიზარდნენ რომ არა ამ ჩემ შვილს ახლა საბჭოთა კავშირზე ველაპარაკები ეცინება ხოლმე არის ის მეცნობა არა ინტერესებს და სხვა მიზნები აქვს სხვა რამე უნდა და მაგრამ როცა ფორმალურადაც აღარ იქნებიან პოლიტიკური პარტიები, ხო? ანუ აღარ იქნება თქვა გირჩი ნაციონალური მოძრაობა, სხვა პარტიები, პრაქტიკულად ყველას აკრძალავს აპირებს, ხო? ვინც არის აქტიურად ამ ქართულ პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი, რამდენად გაართულებს ეს რაღაცა პოლიტიკურ ორგანიზებას ამ წინამდებობის პროცესში, თქვენ მოლოდინი როგორია? საბოლოო ჯამში პოლიტიკური ორგანიზება, ანუ თუ ტექნიკური საკითხია, ეგ ამბავი რაღაცა CSKOM დაგარეგისტრირა, არ დაგარეგისტრირა, ხო? მაგას გაართულებს ალბათ, მაგრამ თუ ხალხმა გადაწყვიტა რომ საერთოდ ბოდიში ამ საკითხმა ფეხზე კიდია კობახიძეს და მისი CSKO-ს, დამთავრდება იქ ყველაფერი. ანუ სხვანაირად ისედაც მე ვერ წარმომიდგენია რომ ამ ქვეყანაში ამას სხვადასხვა ვიძახდი წლების წინ 2021-ში ვიძახდი რომ ბიძინა არასოდეს არ დაწერს იმ ოფისს რომელიც თითქოს რომ მან წააგო. ეხლაც ვარ დარწმუნებული რომ არასოდეს კრემლი მაგოფს არ დაწერს, ანუ არ დაწერს, მე ეგ მინახავს, მათ შორის თურქეთში მიცხოვრია და მინახავს, როგორ იგებს არდოღანი არჩევნებს, ოღონდ ბევრად დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ვიდრე აქ არის, მაგრამ არასოდეს არ დაუწერია ერდოღანს რომ მან წააგო და საბოლოო ჯამში რომ მოუწია რაღაცა სხვანაირად ბრძოლა, ადგა და დაიჭირა და ჩაყარა ციხეში. ხო, პრაქტიკულად და ვიც კონკურენტი დაინახა და მიხვდა რომ აქ უკვე აღარ ყოფნიდა რა გადაწერა იმასაც შეეძლო, მაგრამ ამისგან განსხვავებით ის ეგრე არაკეთებდა ის ყვილებით, კამპანიით, ფულით, რესურსით უგებდა ყოველთვის და არასოდეს რაღაცა მე არ მახსოვს რომ ოპოზიციასაც კი ეთქვა რომ რაღაცა გადაწერეს ამ რაღაც ისეთნეს და მათ შორის დასავლეთის ხშირად აღიარებდა ხოლმე და როდესაც დადგა რეალობა რომ უკვე ეს ვეღარ მოუგებდა კამპანიით, რესურსით და დაიჭირა. ხო და მე არ მჯერა რომ ბიძინა ოდესმე იმოქმს დაწერს რომელშიც იტყვის რომ აი მე წავაგე და თქვენ მოიგეთ. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც რაღაცა სხვა გზის მოძებნა მოგვიწევს რომ ბიძინას ოქმის გარეშე მოუწევს წასვლა. მე არ ვიცი ეს რანაირი უნდა იყოს მართლა არ ვიცი მაგრამ ხო ყველაფერი არის დამოკიდებული ხალხზე, ადამიანებზე, მოქალაქეებზე რომლებიც თუ არ შეშინდებიან რაც ამ ნაბიჯით გარდა იმისა რომ ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს ივანიშვილის რეჟიმი მიტაცებული ძალაუფლებით კიდევ რა პოლიტიკურ შედეგს აღწევს იცი რა აი მაგალითად მაგაზეც არის ხოლმე რომ მიკვირს მე იმიტომ რომ ეხლა ერთადერთი რაზეც აშკარად წუხან და რაც ჩანს ყოველ შემთხვევაში აქამდე ეგრე იყო რომ რაღაცა ვერ იქნა და დედამიწის რაღაცა ერთ ნორმალურ ქვეყანასთან ვერ მოიპოვეს ლეგიტიმაცია რაც კობახიძე ორბანთან შეხვედრით ბოლო დაიღალა 20 ჯერ შეხვდა და სხვა ვეღარ ანუ დედამიწის ზურგზე ვერავინ ვერ შეხვდა ისეთი ვისაც რაღაცა ჩვენ ვიყოთ რომ აი ნორმალური ქვეყნის წარმომადგენელი ანუ ერთადერთი ორბანი არის რაღაცა ევროკავშირის ქვეყანა ვინც ამათ ხვდება ფაქტი იყო ეს ხშირად რომ ამერიკის მათ შორის ამერიკისაც მათ შორის დასავლეთისაც რაღაცა არ აღიარება და ლეგიტიმაციის არ ქონა აწუხებდათ და
ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ცადეს მათ შორის რაღაცა თავის ლოგისტური კომპანიებით, თუნდაც დასავლეთთანაც, ევროკავშირის არის უამრავი მათ შორის ევროპარლამენტის არის უამრავი არა, მაგრამ რაღაც რაოდენობის კორუმპირებული დიპლომატი შეიძლება იყოს, ისინიც არ არიან ანგელოზები და იქაც მუშაობს რაღაცები. მათ შორის მინიმუმ ლოგისტური კომპანიები მაინც, მაგრამ რამდენიც არ ცადეს არ გამოვიდეთ, ანუ ვერსად რაღაცა ვერ შეხვდნენ, ანუ ტრამპს ვერ შეხვდნენ, ჩვენ საქართველოს მომწონდა თუ არ მომწონდა, იყო ქვეყანა, სადაც ბუში ჩამოდიოდა და შალახოს შეკვდა რუსთაველს და ეგ ქვეყანა მომწონდა, შეიძლება თავისი რაღაცა ცუდი რაღაცები ჰქონდა იმ სააკაშვილის მთავრობას, მაგრამ ბუში აქ ამ ქვეყანაში ჩამოსული. ბუში კი არა, ბოლოს რა ვიცი, ამერიკელი კონგრესმენი როდის ჩამოვიდა, ეგეც აღარ მაქვს. აგერ უთოს თავმჯდომარე ჩამოვიდა გუშინ, ასე ფინანსთა საკადრო საქმეთა მინისტრი და დააჯარიმა ქართული ოცნების მთავრობა. რომელსაც არ შეხვდა, ამათთან მე იმის გამო რომ რუსთაველის აქციაზე მივიდა. მოიგონეს რომ ისა ჩვენ არ შეხვდით. ანუ ეგეც ხო ისეთი არის, რომ ქვეყანაში ჩამოდის უთოს თავმჯდომარე და შენ არ გხდება, ანუ შენ ქვეყანაში ჩამოდის, შენ არ გხდება, არ გაღიარებს, არ გქვის არაფრად. ეგ უჭირდა აშკარად და ეხლა როგორც ვატყობ, გადავიდნენ იმ ეტაპზე, რომ ეგეც დაიკიდეს, ანუ აღარ ვიდა. ზუსტად მაგიტო ამბობ ხოლმე ვაქ რუსებიზიან, რომ მაგას ჩალიჩობენ რუსებთან. შენ რო ხარ ყობახიძე, ძალაუფლება გააქვს, იცი რომ კარგა ხანი იქნება. რატომ უნდა გინდოდეს, რომ რაღაცა ვინმე ევროპელი არ ჩამოვიდეს და ხელი არ ჩამოგართოს. ხო. და ეს ნაბიჯი რაც ახლა აკეთებენ, ხო პირიქით მუშაობს მათთვის, რომ ანუ ეხლა წარმოიდგინე, რომ რაღაცა ხარ იმ ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერი, სადაც ყველა პარტია აგზავნა. სულ რომ მართლა რაღაცა ოქროს კაცი იყო. ყველა ხო ისე შემოგვიდოს გიჟი ხარ. ანუ რა გინდა? რავი, ხო ყველა ხვდება რომ ირანი ხარ. რავი, ირანს არ ხვდებიან, არ ელაპარაკებიან. ხო და ესეც ხო პირიქით არის, რომ ანუ ქართველებს ეგრეთ წოდებული ყობახიძეებს არ აწყვეტს ეს ამბავია წოდს რუსეთს რომ ისეთი რაღაცები აკეთებიან ამათ რომ აი გიჟებად შერაცხოს დასავლეთმა და თქვას რომ ესენი ვერ არიან ამათთან არ შეიძლება არანაირი კონტაქტი რომ არაბის არანაირი კონტაქტი არ ქონდეს რომ საბოლოო ჯამში დასავლეთმაც ბოდიში ამ ფილმის ესენი დაიკიდოს ამერიკამაც დაიკიდოს ან ყველამ დაიკიდოს ვინც კი ამ პლანეტაზე არსებობენ და ნუ ნებრივი ავტომატურად რჩება მე უკვე რუსეთის ხელში ეგ არის ამიტომ არის ხოლმე რომ რაღაცები რასაც მათთვისაც კი საზიანო არის აკეთებინებს რუსეთი ამათ და ეგ არის ერთადერთი ახსნა მაგის რომ ეხლა მაგას რომ ხო ამას მოყვება ძალიან დიდი ალბათობით ანუ ეს თქვენ ქართულ ოცნებაზე მეტად ამ ეტაპზე აწყობს კრემლს რუსეთს აწყობს ეს გაწყვეტილება გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ხო როგორც თქვენ ახსენეთ ამბავი არის იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ანუ თუ ბოლოს მიხვალ იქამდე რომ აი ყველა საერთაშორისო რაღაც არავი ყველაფრიდან გამოგაგდებენ მათ შორის რუსეთს გაგიუქმებენ რა ვიცი ყველაფრიდან ჩაქცნა სადაც კი ცივილურად ვინმე გამარჯვებას აღარ გეტყვის ხო ანუ ერთადერთი ისედაც რუსეთის ხელში ხარ და ეგ რჩება და მიზანიც ეგ არის რუსეთის რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება იზოლირებული იყო ყველა ნორმალური ადამიანისგან ამ სამყაროში რომ არავისგან შემთხვევით არ გადმოგედოს რამე კარგი და შენც არ მოგინდეს რაღაცა ისეთი რაც მათ აქვს ეგ არის ჩემი აზრით სხვა მე ახსოვს ვერ ვიყო მაგრამ შეიძლება ეგ არის რა მოგივიდეს ისედაც შეხედია ყველაფერი რაც მინდა იმას რატომ უნდა აღიზარდო თან რატომ უნდა დაიჯერო ეგ რომ ეგ მაგი იმუშავებს იმიტომ რომ თუ ამ ქვეყანაში არსებობს ყველა კვლევით ყველა შეხედვით მათაც ვიცი ამ ბოლო არჩევნებში ჩვენ რამდენი მივიდა მათი მხარდამჭერი ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობის 70% რომ შენ არ უნდიხარ არ უნდიხარ უბრალოდ რა ვიცი არ უნდიხარ ერთია მაგრამ მეორეა რომ ამ გზავის შემდეგ მოახერხებს თუ არა რომ მან იმუშაოს როგორც პოლიტიკოსს მაგრამ პოლიტიკოსს თავისი ფუნქცია აქვს ამ წინამდებობაში დასახოს სტრატეგიები რაღაცა პოლიტიკურად დაორგანიზოს პროცესი თუ კი ეს პოლიტიკოსი აღარ გიქნება და პოლიტიკური საქმიანობა იქნება შეზღუდული და ანაკრძალული კონკრეტულ პირებს ხო ეს არ გაართულებს ამ წინამდებობისთვის წარმატების მიღწევას რა შეიძლება არის ხოლმე რომ მე სხვა რამე მგონია პოლიტიკა და აი ერთად როგორც ვატყობ შემიახსნა შენ სხვა რამე მგონია მე საერთოდ არ მგონია რომ მე ვარ პოლიტიკოსი და შენ არა მე მგონია რომ შენ ჩემზე მაგარი პოლიტიკოსი ხარ პოლიტიკა ხო საბოლოო ჯამში ის არის რომ ადამიანებს ელაპარაკო ის რისიც გჯერა და ჩემ შემთხვევაში შენ ჩემზე მეტად შეგიძლია ელაპარაკო იმიტომ რომ უფრო მეტი ცდომა გაქვს ისიც გჯერა და დაარწმუნო იმაში რაც შენ გონია სწორი ეს მგონია მე პოლიტიკა. საბოლოო ჯამში თუ ამას ახერხებო ადამიანები იმაში დაარწმუნე რაც შენ გონია სწორი,
მე დგება მეორე კითხვა, რომ ტექნიკურად რაღაცა ფუნქციაზე ამას რანაირად ახერხებ. აბა წარმოიდგინე ახლა შენ თუ მე ყავს ამ ქვეყანაში, დავით, ჩავთვალოთ 9 მილიონი ადამიანია ყავს მე ამ ქვეყანაში, ვისაც იმის ჯერა, ვისიც მე მჯერა. და პრობლემა მაქვს ერთადერთი რომ ფურცელზე რანაირად გავაკეთო ეს. აი ეგ 9 მილიონი ადამიანი მაჩვენად არის. გაჩვენებულ რანაირად გავაკეთო. ანუ მაგის პრობლემა საერთოდ არ მიგია რომ დადგეს. ანუ თავარი ამბავი აქ ის არის, რომ კი არ არის ეს მარტივი რა თქმა უნდა, მაგრამ ტექნიკურად რომ ფურცელზე ეს რაღაცა CS-ში რომ დავრეგისტრირდე, საერთოდ არ მგონია პრობლემა. ანუ აქ ეგ არ მგონია რომ მე თუ ამ ძალავენ ავე არ დასმული კოჩ დამაკერიან იზე ვეღარ ვილაპარაკებ ან რაღაცა ჩემ მეზობელს ვეღარ ვეტყვი რომ ესენი ფსები არიან ანუ შენ ვეღარ ვილაპარაკებ ანუ ეგ ხო საბოლოო ჯამში მაგი არ არის გამოსავალი არის მაშინ და მაკეთკენაც მიდიან რომ ანუ შეაშინო ის ხალხი ვისაც მე უნდა დავარწმუნო სიმართლე რა არის და არასწორი რა არის და ის ადამიანები რამენად ვეღარ გამოჩნდნენ გააქციო ამ ქვეყანა აღარ იარსებობენ უბრალოდ და ხო, მაგას თუ იზამ, მაშინ ჩათვალე რომ გასაბჭოებულა ეს ქვეყანა, მაგრამ მე არ მჯერა მაგის, იმიტომ რომ ამ ერმა საბჭოთა კავშირის მოინება, თემურლენგის მოინება, მიმაყრის მოინება და ბიძინა ვინა მოინელებს, საბოლოო ჯამში ზუსტად რა დარწმუნებული რომ მოინელებს უბრალოდ, რავი, რაღაცა ცოტა უფრო გაგვექცა ჩვენ, იმიტომ რომ თავის დროზე არ გვეგონა, ყველამ საკუთარ გულში ჩავხედოთ, მაგრამ მე დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ ბევრი ადამიანი ყავს ჩვენს გარშემო, ვინც ვისაც არ ეგონა რომ ესენი მისები იყვნენ. ბევრი უამრავი და იძახდა რომ კარგი ანუ ხარ ამიტაი რადიკალი მომგო მაგას ეგრე არ არის რაღაცა ისე ასე და დღეს ეს ადამიანები უამრავი არის ჩემს გარშემო ვინც ზუსტად მიხვდა რომ რუსები არიან და ფეისბუქზე რო დავხედავ მაგათი აძველი პოსტები რომ ახსენდება როგორ წერდნენ და ეხლა რომ უყურებ როგორ წერენ ხო ყველა დაარწმუნა ქართულმა ოცნებამ იმაში რომ თვითონ არიან რუსები და საბოლოო ჯამში მე არ მჯერა რომ რამე რაღაცა გამოსავალი არსებობს რომ ეს ადამიანები არ წალო ან რანაირად უნდა აკრძალო რა უნდა უყო შენ ჩემ შუც რა უნდა უყო არ მოეწონება რამდენიც არ უნდა უბრძალო არ მოეწონება საბოლოო ჯამში შეიძლება ტექნიკურად რაღაცა არჩევნებს რომ დაარქვა იქ ვინმე არ იყოს მაგრამ რავი მაგია ჩვენ აგერ 25-ს აღარ მივა არჩევნებს აღარ რას უზამ ანუ რას ხო ვერაფერს ხო ვერ მიზიდეს ვეძლელო ვერ მიზიდა ვედგა ხარია ვერ მიზიდა ვერწოსნება ვერ მიზიდა კი ნახეთ დემონსტრაციულად როგორ არ მივიდა ამორჩეველი არჩევნებზე მასობრივად ამორჩეველი რომ ანუ იქ არ არის ის ვინც მას უნდა არ მივა მე მაშინ შენ რა უნდა ქნა უნდა ისახნა რა ქვია ჩაწერო კანონში რომ ვინც არ მოვა იმას დავაჯერებინე მე მივა ფუნქციას გააფუჭოს მე უნდა ჩაწერო კანონში რომ ვინც მოვა და გააფუჭოს იმას დავაჯერებინე და საბოლოო ჯამში არ უნდა მიხვიდე ადამიანების ტვინებში არის პოლიტიკა ადამიანების ტვინებში და ადამიანების ტვინების გადარუსება 2025 წელს შეუძლებელი მგონია ანუ რანაირად უნდა გადაარუსოს ჩემი 15 წლის შვილის ტვინი არ მჯერა მე იმიტომ რომ რა ვიცი ინტერნეტიც არის აკრძალული ირანში, ინტერნეტიც არის აკრძალული რაღაცა რუსეთშიც, მაგრამ სწორი და არასწორი იმ ადამიანებმაც იციან, ანუ 21 საუკუნეა და რა არის სწორი და რა არის არასწორი, ადვილად გასაგებია და ნახულობენ მაგას. ამიტომ არ მჯერა მე მაგის რომ რაღაცა ფუნქციაზე რამეს აკრძალავდა, მაგით დამთავრდება ყველაფერი. არ დამთავრდება, უბრალოდ ხო, გართულდება ბრძოლის ხერხები უფრო მეტად ვიდრე აქამდე იყო. დიდი მადლობა, მე თემურ გორგაძე იყო, თქვენ მას უსმენთ პარტნიორების პირდაპირ ეთერში. მადლობა ბატონო თემურ. დროებით. მოგეთ ეს საკონსტიტუციო სასამართლოა, სადაც რამდენიმე დღეს შუა შემოვიდეს სარჩელი ქართული ოცნება აპირებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ანონსებს რომ სარჩელით მიმართავს სასამართლოს სწორედ ამ შენობაში მომუშავე მოსამართლემა უნდა გადაწყვიტონ საქართველოში კიდევ ერთი დემოკრატიული ინსტიტუციის ოპოზიციის პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში ეყოლება თუ არ ეყოლება და ამით საბოლოოდ გაწყდება ერთპარტიული სისტემა დამყარდება თუ არა ქვეყანაში ანუ გახდება თუ არა საქართველოს ისევ ერთპარტიული ქვეყანა ჩვენ ნახეთ უახლოეს წარსულში რომ არაერთი სიტუაციაში როცა იყო ძალიან კრიტიკული სიტუაცია მაშინ როცა თქვა 2024 წელს გააყალბა ქართულმა ოცნებამ არჩევნები საქართველოში და ის დადასტურდა EUTHOS ანუ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნით მაშინ ერთადერთი ორგანო იყო დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლო რომელსაც შეეძლო დაებრუნებინა ქვეყანა კონსტიტუციურ წესრიგში მაგრამ მაშინ სასამართლო მეცნაბიჯი არ გადადგა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და კიდევ რამდენიმე პირის სარჩელი არ თუ არ დააკმაყოფილა არამედ არც კი განიხილა ასეთ ასეთი გაწყვეტილება მიიღო გასული წლის დეკემბერში ამ სასამართლომ ასე რომ კრიტიკულ სიტუაციაში ბოლო პერიოდში და ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ძალიან მკაფიოდ ჩანს სასამართლოს პოლიტიზების დონე როგორია და რამდენად ექცევა ეს სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მე მინდა გითხრათ რომელი მოსამართლეები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ და გაგახსენოთ ასევე ეს მოსამართლეები რამდენიმე გადაწყვეტილებით. სასამართლოს თავმჯდომარე დღეისთვის გახლავთ რევაზ ნადარაია, რომელიც გახდა თავმჯდომარე 2025 წლის აპრილში. ის აირჩია უზენაესმა სასამართლომ თავისი კვოტით. მანამდე თქვენ გახსოვთ, რომ იყო მერაბ ტურავა და სწორედ მას უკავშირდებოდა ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის რუსული კანონი, რომლის შეჩერებაზეც უარი თქვა სასამართლომ და ეს სარჩელის ხოსებს ამ დრომდე არ განუხილავს ამ სასამართლოს. შეჩერებაში განმარტავთ იმას, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ თუ კი სასამართლო შეაჩერებს კონკრეტული კანონის მოქმედებას, მას შეუძლია რომ შეაჩეროს კანონის მოქმედება, ვიდრე არ მიიღებს თავად ამ თუ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილებას, მას ამის უფლება აქვს კონსტიტუციით და კანონით, მაგრამ ეს უფლება არ გამოიყენა სასამართლომ და მან არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. და შესაძლოა არც დაუწყია ამ სარჩელის განხილვა, რუსული კანონის განხილვას გულისხმობს. უკვე 1 წელზე მეტი პერიოდი გავიდა, რაც შემოსულია სარჩელი სასამართლოში, სასამართლომ უარი თქვა მის შეჩერებაზე, მაგრამ არსებითი განხილვის ხდომები არც კი დაწყებულა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ძალიან გახმაურებულ და ცნობილ რეზონანსულ საქმეებზე, როგორიცაა ფარული მოსმენების საქმე, ეს სარჩელი განიხილა სასამართლომ 2017-2018 წლებში, 2019 წელს გაზაფხულზე უკვე დასრულებული იყო ამ საქმის განხილვა და უკვე გავიდა 6 წელი წარმოიდგინეთ ამ საქმის განხილვის დასრულებიდან და ამ დრომდეც კი არ აქვს გამოცხადებული გადაწყვეტილება სასამართლოს ამ ცნობილ საქმეზე, ფარული მოსმენების საქმეზე, როცა ჩვენ ვიცით, რომ სუს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია საქართველოში აქვს საშუალება ტექნიკურიც და უფლებრივიც, რომ მოусმინოს ნებისმიერ მისთვის სასურველ ადამიანს და სუსის ფაილებმაც, ხო, ეგრეთ წოდებულმა სუსის ფაილებმაც კი აჩვენა, რომ პრაქტიკულად ყველას უსმენენ საქართველოში, ვისზე მოსმენაც კი მოუნდება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ეს სარჩელი კამპანიის ეშენგეხებას ფარგლებში განიხილა სასამართლომ, დასრულდა 2019 წელს, 6 წელი გავიდა, მაგრამ ეს სარჩელი არ განუხილავს ამ სასამართლოს, მათ შორის მერაბ ტურავა იყო თავმჯდომარე, როცა განიხილებოდა ეს სარჩელი სასამართლოში. ჩვენ მას დავუსვით კიდევაც შეკითხვა, რატომ არ მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ ამ გახმაურებულ საქმეზე, ასევე რუსულ კანონზე, მაგრამ მან ისე დატოვა ეს პოსტი, რომ არც რუსული კანონი განუხილავს სასამართლოს და არც ფარული მოსმენების კანონზე შეტანილი სარჩელი, რომლის განხილვაც არის დასრულებული, არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლოს. რევაზ ნადარაიას მოადგილე გახლავთ ვასილ როინიშვილი, მოსამართლე. ვასილ როინიშვილი გახლავთ როინშავაძის საქმის პროკურორი აჭარაში, მაშინ როცა მოხდა როინშავაძის ტრაგიკული შემთხვევა და ძალიან ბევრს გემახსოვრებათ ეს ტრაგიკული შემთხვევა 2008 წელს ბათუმში, როცა წამებით მოკლეს აგვისტოს ომის მონაწილე როინშავაძე. თუმცა გამოძიებას პროკურატურას არც ახლა აქვს პასუხი, რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინშავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი. მკვლელობის რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც კი არ დაგისწრები პასუხისმგებლობა, ვინც იყო თანამდებობის პირი, მხოლოდ ყოფილი სპეცრაზმელები დაასაჯეს ამ საქმეზე. ხოლო როინშავაძის მკვლელობის დროს პროკურორი იყო ვასილ როინიშვილი, რომელიც დღეს მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2020 წელს ევროსასამართლომ როინშავაძის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დაასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან. ხოლო უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალი ჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომელმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიწვიეს. მე მინდა გითხრათ, რომ ვასილ როინიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და თავმჯდომარის მოადგილეს ახსენებს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალაბიძეც. ბესარიონ ალაბიძე გახლავთ უზენაეს სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ყოფილი მოსამართლე საუბრობს ქართული ოცნების და სასამართლოს კლანის მხრიდან ძალადობაზე, იმაზე, რომ მას ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, ასევე სთავაზობდნენ ქთამის აღებას, გამოკეტეს კაბინეტშიც და აიძულებდნენ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მაგალითად რუსთავი 2 საქმეზე, ასევე ეს ყოფილი მოსამართლე საუბრობდა იმაზე, რომ მას აიძულეს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც
და ის საუბრობდა ამ კონტექსტში, ამ ძალადობის შემთხვევებში ვასილ დროინიშვილზეც, რომელიც ერთ-ერთ საქმეზე შეეხებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, მას აწვდიდა ოცნების ხელისუფლების გზავნილს, რომ უნდა მიიღო მას ბადრი პატაკაციშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება. Am megakითხავ ციტატას, რასაც ამბობდა ბესარიონ ალავიძე, ვასილ დროინიშვილი ამბობდა, რომ პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მეორეს მხრივ იყო ჯოზეფ კეი კუბლაშვილი, ანუ იგივე კოტა კუბლაშვილი, რომელიც უზენაეს სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეა, ამბობდა, რომ უნდა შეგვეცვალა გადაწყვეტილება, იქნებ რაღაც შევცვალოთო. ვასილ დროინიშვილს კი ჰქონდა ძალიან ცალსახა პოზიცია, ამბობს ექს-მოსამართლე ბესარიონ ალავიძე. რუსთავის საქმეზეც ბესო ალავიძის თქმით, ოცნებამ ინდივიდუალურად სცადა თითოეული მოსამართლის მოსყიდვა, ალმათი დაშინება და შანტაჟი. თუმცა ვასილ დროინიშვილთან ეს საჭირო არ გახდაო, ამბობს ბესო ალავიძე, ისაც მხარს უჭერდა ოცნებისთვის სასარგებლო პოზიციაშიო, ამბობს ექს-მოსამართლე ბესარიონ ალავიძე, სწორედ ვასილ დროინიშვილის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში 2014-15 წლებში იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, ხოლო მანამდე, როგორც უკვე გითხარით, ის იყო აჭარის მთავარი პროკურორი და სწორედ ამ პერიოდში მოკლეს ბათუმის ცენტრში 2008 წლის აგვისტოში სერჟანტი როინ შავაძეს იყო სასტიკი მკვლელობა, რომლის გამოძიება ამ დრომდეც არ არის დასრულებული და მას შემდეგ რაც ევროსასამართლომ დაადგინა დარღვევა საქართველოს მიმართ ამ საქმეში, ამის შემდეგ გამოკითხეს ვასილ დროინიშვილი, მაგრამ არც ერთ ამდობის პირს, მათ შორის ვასილ დროინიშვილს არ უგია პასუხი როინ შავაძის მკვლელობის გამო და იმის გამო, რომ თავის დროზე არ გამოიძია ეს საქმე ხელისუფლებამ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მთავარი პროკურორი, სწორედ ვასილ დროინიშვილი აჭარაში და პირიქით ის დააწინაურეს, ჯერ გახდა უზენაეს სასამართლოს მოსამართლე, ხოლო დღეს ის არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თავმჯდომარის მოადგილე. კიდევ ერთი მოსამართლეს შესახებ მინდა გიამბოთ, გაგახსენოთ, ვინც განიხილავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, ეს არის ირინა იმერლიშვილი. და მე გეტყვით, რომ როცა გაგახსენეთ ის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა არჩევნების ანტიკონსტიტუციურად ცნობას, სწორედ ამ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა სასამართლომ, არც კი განიხილა ეს სარჩელი სასამართლომ და სწორედ ერთ-ერთი მოსამართლე, ვინც დაეთანხმა იმას, რომ არ უნდა განიხილა სასამართლოს პრეზიდენტის და კიდევ რამდენიმე პირის სარჩელი არჩევნების ანტიკონსტიტუციურად ცნობაზე, იყო მოსამართლე ირინა იმერლიშვილი. ორთას 24 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდა ის განჩინება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის, ასევე წინამოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის განხილვაზე სასამართლომ თქვა უარი. მაშინ 9 მოსამართლიდან 2-მა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს. ანუ თქვეს, რომ უნდა განიხილა ეს სარჩელი სასამართლოს, გადაწყვეტილება მიიღეს მოსამართლეებმა მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინა იმერლიშვილი, ხუჩა კიკილაშვილი, მანანე კობახიძე, ვასილ დროინიშვილი. აი ესენი არიან ის მოსამართლეები, რომლებიც პრაქტიკულად უარი თქვეს, რომ გადაერჩინათ კონსტიტუციური პროცესი ამ ქვეყანაში, მაშინ როცა მიიტაცა პრაქტიკულად ძალაუფლება ოცნების ხელისუფლებამ ქვეყანაში და იყო ეს სასამართლო დარჩენილი ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც შეეძლო წესრიგის დაბრუნება ამ ქვეყანაში და შეეძლო რომ მიიღო ეს არჩელი და განიხილა, მაგრამ სარჩელი, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობას, ეს არჩელი არათუ არ დააკმაყოფილა მაშინ სასამართლომ, არამედ არც კი განიხილა და სწორედ ამ მოსამართლებმა მოაწერეს ხელი გადაწყვეტილებას, რომ არ განეხილათ სარჩელი, ესენი იყვნენ მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინა იმერლიშვილი, ხუჩა კიკილაშვილი, მანანე კობახიძე და ვასილ დროინიშვილი. დაახლოებით იგივე შემადგენლობა განიხილავს ახლა სარჩელს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. მოსამართლე, ვინც ჩამოგითვალეთ, აღარ არის ხუჩა კიკილაშვილი, ასევე მერაბ ტურავა უკვე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა და მათ ჩაენაცვლა სწორედ რევაზ ნადარაია, ახალი მოსამართლე, რომელიც გახდა ამავდროულად ამ სასამართლოს თავმჯდომარე. თქვენ იცით, რომ მაშინ როცა შემოვიდა სარჩელი
არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით იყო უმთავრესი ორი ფაქტორი. ეს იყო არჩევნების საყოველთაობა, რადგანაც ემიგრანტები და თქვენიც რომ ძალიან ბევრი ემიგრანტია საზღვარგარეთ, მათ არ მიეცათ სრულფასოვნად იმის საშუალება, რომ მიეცათ ხმა ამ არჩევნებში. ეს იყო საყოველთაობის პრინციპის დარღვევა და მეორე იყო ფარულობის პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არჩევნებში, რომ ეს არ იყოს დარღვეული და თქვენ გახსოვთ, ყველა კარგად ნახეთ, როგორ ჟონავდა ბიულეტენებში დაფიქსირებული ხმები, როგორ გაჟონა მარტივად ბიულეტენებმა და ეს შავი თეთრზე ჩანდა, რომ ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული, თუმცა არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნის მიუხედავად, მათ შორის როგორც იყო ადგილობრივ დონეზე SAIS ან სამართლიანი არჩევნების კრიტიკული დასკვნები, ასევე საერთაშორისო დონეზე EUTOS დასკვნები, მათ შორის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე საყოველთაობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად მოსამართლემა თქვეს, რომ არც კი უნდა განეხილათ ის არჩევნები, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. თუ ამ ასეთ გაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, ამ შემთხვევაში ხელახლა ჩატარდებოდა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანა დაბრუნდებოდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, თუმცა ამის შესაძლებლობა სამართლებრივად ამ შესაძლებლობაზე უარი თქვეს მოსამართლემა, მათ შორის ირინა იმერლიშვილმა, რომელიც დაეთანხმა მაშინ სწორედ იმ გადაწყვეტილებას, რომ სარჩელი არ უნდა განეხილა სასამართლოს, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც განიხილავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და თუ კი სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში საქართველოს ისევ გახდება ერთპარტიული ქვეყანა, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. ერთ-ერთი მოსამართლე ისევ არის მანანე კობახიძე, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში პარტია ქართული ოცნებიდან, ის ამ პარტიის ხელმძღვანელიც კი იყო 2012 წლიდან, ხოლო მანამდე 2004-2009 წლებში ის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის გამგეობის თავმჯდომარე და იყო უფლებადამცველი არაერთი ცნობილი და გახმაურებულ რეზონანსულ საქმეებში წარმოადგენდა ადვოკატს და იყო სწორედ ამ ორგანიზაციის კონსტიტუციის 42 მუხლის გამგეობის თავმჯდომარე. და მოსამართლეები კიდევ 4 მოსამართლე, რომელიც განიხილავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, არიან ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, თეიმურა სტუღუში და გიორგი კვერენჩხელაძე. მე შეგახსენებთ, რომ თეიმურა სტუღუშმა და გიორგი კვერენჩხელაძემ გადააფიქსირეს განსხვავებული აზრი წინა გახმაურებულ საქმეზე, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების კონსტიტუციურად ცნობას, მაშინ როცა შუა მოსამართლემ თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ არც კი უნდა განიხილოს სასამართლომ სარჩელი არჩევნების შედეგების კონსტიტუციურად ცნობაზე. ამ ორმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხელაძემ და თეიმურა სტუღუშმა დაწერეს განსხვავებული აზრები და თქვეს, რომ სასამართლოს დიახაც უნდა განეხილა მინიმუმ ის სარჩელი, რომელიც მაშინ მოამზადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე კიდევ სხვა მოსარჩელებმა, რომელმაც მოამზადეს ეს სარჩელი და თქვეს, რომ არჩევნები ჩატარდა კანონის დარღვევით, კანონის უხეში დარღვევით და მისი შედეგები უნდა გაბათილებულიყო, მაგრამ სასამართლომ ეს შანსი არ გამოიყენა, ეს შანსი კი იყო სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანი და ერთადერთი შანსი, ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო იმ პერიოდში იყო დარჩენილი სწორედ ეს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეეძლო ქვეყანაში დაებრუნებინა კონსტიტუციური წესრიგი, მაგრამ ამ შანსის გამოყენებაზე მაშინ მოსამართლემა უარი თქვეს. დღეს უკვე რამდენიმე დღეში, როგორც ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე აანონსებს, შემოვა ახალი სარჩელი ამ სასამართლოში და ეს სარჩელი შეეხება უკვე პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, 10-მდე პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განვიხილავთო, ასეთი ირაკლი კობახიძის ანონსი, მის გუშინდელი განაცხადი. ამ ეტაპზე ქართული ოცნება ცვლის კანონს პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, ამ კანონში შეაქვს ცვლილებები, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების, ამათ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ უნდა მიიღოს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლომ. ასეთი ჩანაწერი ჩვენ გვაქვს სამდრომდე კონსტიტუციაში, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სწორედ ის ორგანო, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, სწორედ ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ და თუ კი ამ სარჩელსაც დააკმაყოფილებს სასამართლო, ისევე როგორც გახმაურებულ კეისებზე, გახმაურებულ საქმეებში ჩვენ ხედავთ, რომ ხშირად სასამართლო იღებს
ქართული ოცნების მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში საქართველო გახდება ერთპარტიული ქვეყანა, ისევ როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. ეხლა უკვე ამოიწურა სამუშაო საათები და საინტერესო იქნებოდა გავსაუბრებოდით მოსამართლეებს, მაგრამ მოსამართლეები ჯერჯერობით არ ჩანან. ჩვენ ვეცდებით რომ დავუკავშირდეთ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ აი ამ სარჩელს, ქართული ოცნების მორიგ სარჩელს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ და აუცილებლად შემოგთავაზებთ მათ პოზიციებს, თუ კი ისინი გაგუზიარებენ საკუთარ შეფასებებს აი ამ სარჩელთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი როდის შემოვა სარჩელი, ქართული ოცნების სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, მაგრამ ამას უკვე ანონსებს პარტია ქართული ოცნება, პარტია რომელიც ცდილობს პირდაპირ დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა და მიტაცებული აქვს ძალაუფლება ქვეყანაში. ამჯერად ის აანონსებს პოლიტიკური ოპოზიციის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ერთპარტიული სისტემის დამყარებას ამ ქვეყანაში. ანუ ეს მორიგი დემოკრატიული ინსტიტუცია იქნება საქართველოში, რომელიც გაუქმდება, თუ კი სასამართლო კიდევ ერთხელ დაეთანხმება მმართველი პოლიტიკური გუნდის უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების ქართული ოცნების აი ამ სურვილს. ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევებში როგორც გითხარით და განმეორდები ვინც ახლა შემოვარდა ჩვენს პირდაპირ ეთერს, რომ წინა შემთხვევებში თქვა რუსული კანონი, რომელიც მოიხსენებათ ძალიან დიდი იყო და ახლაც არის ძალიან დიდი ინტერესი ამ საქმის მიმართ, ამ დრომდე არ განუხილავს სასამართლოს, უკვე 1 წელზე მეტია შემოტანილია რუსული კანონის შესახებ სარჩელები, 4 სარჩელია როგორც მახსოვს ჯამში რუსული კანონის შესახებ შემოტანილი სასამართლოში, მაგრამ ამ დრომდე არ განუხილავს ეს სარჩელები სასამართლოს და ასევე სასამართლომ უარი თქვა, რომ შეეჩერებინა ამ კანონის მოქმედება. თქვენ მოგეხსენებათ რომ სასამართლოს ამის უფლება აქვს რომ მან შეაჩეროს ამა თუ იმ კანონის მოქმედება ვიდრე თავად არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მაგალითად იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით. ასევე ცნობილი და გახმაურებული შემთხვევა იყო იგივე ფარული მოსმენების საქმე, ფარული მოსმენების საქმესთან დაკავშირებული სარჩელი სასამართლომ განიხილა 2017-2018 წლებში. 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდა ამ საქმის განხილვა, უკვე 6 წელი გავიდა, მაგრამ 6 წლის განმავლობაშიც კი სასამართლოს არ გამოუტანია, არ მიუღია გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით. კანონით არ არის განსაზღვრული ზუსტი ჩანაწერი, რა დროში უნდა მიიღოს სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ წარმოიდგინეთ 2016 წელს შეტანილ სარჩელზეც ახლაც კი არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ როცა საქმის განხილვა უკვე არის დასრულებული. მოგეთ ასეთია კიდევ ერთი ახალი მოცემულობა, რომელიც წინაშეც აყენებს ქვეყანას ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა, ქართული ოცნება ანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. სარჩელის შემოტანას ანონსებს ქართული ოცნება და ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში, თუმცა როდის კონკრეტულად უცნობია, მაგრამ ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს 10 პოლიტიკური პარტიის აკრძალვაზე. მოგესალმებით, დღეს მუშაობენ მოსამართლეები? სასამართლო მუშაობს. მოსამართლეები არიან დღეს სასამართლოში? ეს ხდომა ტარდება? როდის დასრულდება? ანუ გრძელდება ამ დროისთვის ხდომა? რა განიხილება ხო შეგიძლიათ გითხრათ? მადლობა. მოგეთ ჩვენ ვეცდებით ამ საკითხებთან დაკავშირებით გავესაუბროთ მოსამართლეებს და შემოგთავაზოთ მათი პოზიციებიც, რაც ფიქრობენ ისინი ქართული ოცნების მორიგი ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების პრაქტიკულად ოპოზიციის აკრძალვას ქვეყანაში, თუ ამ სარჩელს დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ შემთხვევაში გვექნება ისევ ერთპარტიული სისტემა ქვეყანაში, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის.
ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.